ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. დაგიბრუნდით მიშა და ნინო, ძალიან საინტერესო თემით, ფესტივალი ხმით დახატული ინტეგრაცია. ფესტივალი გაიმართება პოლონეთში და ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი სტუმრები არიან პრემია იბერია ბრილიანტის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ასევე მომღერლები ნათია ბაქრაძე, მანჩო მეფარიშვილი, ფესტივალის მონაწილეები. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოგზავნით გამონახეთ დრო და გვეწვით ჩვენს გადაცემაში. და ნუგზარ, უპირველეს ყოვლისა, მოდით ჩვენს მენელს და მაყურებელს ვამბობთ ამ ფესტივალზე, შემდეგ რა თქმა უნდა მონაწილეებს. მოგესალმებით, სრულიად საქართველოს რადიო იმედის მსმენელს, ალბათ ფამილიარული არ იქნება თუ 2-20 სიტყვით ვიტყვით წინასწარ იმას, რომ კიდევ ერთი უზარმაზარი მხარდაჭერა რადიო იმედისგან და ალბათ რეკორდი გექნებათ მალე მოხსნილი თუ უკვე არ მოხსენით იმაში, რომ თქვენ როგორ უჭერთ ხართ თქვენი რადიო, თქვენი რედაქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, როგორც სპორტში, ხელოვნებაში და ასე შემდეგ, მათ შორის განათლება და კიდე სხვა უამრავ მნიშვნელოვან საკითხში და ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის, ჩვენი ფესტივალის სახელით მინდა რომ მადლობა გითხრა კიდევ ერთხელ გულწრფელი დამოკიდებულებისთვის, რადგან ამ სფეროსთვის ტელესივრცე, რადიოსივრცე იმდენად ხელმისაწვდომი არა, რამდენადაც უნდა იყოს და თქვენ გონი საკუთარ თავს არა და ძალიან ბევრი თქვენ კოლეგას სხვა ტელევიზიებს და რადიოებს ალბათ უსწრებთ ამ დანაკლისს. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ პირიქით შენ უნდა გითხრათ მადლობა რომ ასეთი ფესტივალი არ არსებობს, რომელშიც შენი თანადგომით არ მიიღონ ამ ადამიანებმა მონაწილეობა და ამისთვის შენს თქვენს პირადად დიდი მადლობა. მივიდეთ ფესტივალზე. გადავიდეთ ფესტივალზე, რა თქმა უნდა, ეს არის 18-ე ტარდება უკვე ეს ფესტივალი, არის ყოველწლიური პოლონეთი, ქალაქი ბოხნია, ულამაზესი ძალიან კულტურული ქალაქი, ეს არის ქალაქი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ პოლონური კულტურის ცენტრივითაა, თუ შეიძლება ესე დავარქვათ. ფესტივალს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, იმიტომ რომ სათავეშივე იგულისხმება პირდაპირ ხმით დახატული ინტეგრაცია. შესაბამისად, ამ სამ სიტყვაში არის ახსნილი ის, რომ სიმღერით როგორ ხატავენ ინტეგრაციას შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების ცხოვრებას და მათ მოღვაწეობას და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უზარმაზარი პლუსი აქვს ინტეგრაციას, როგორ უსვამენ თავიდანვე ხაზს. ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი მონაწილეობს დუეტში არა შშმ პირთან ერთად. ეს არის უზარმაზარი წინსვლა, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული ურთიერთ ინტეგრაციის არა შშმ პირებისა მხოლოდ ჩვენს მხარეს, არამედ ჩვენი მხარეთ მათ მხარეში გადავდივართ ინტეგრაციაში. აი ეს არის ფესტივალი თუ შეიძლება ვთქვათ მოკლე ჩანახატი და ჩარჩო, თუმცა აქვს ძალიან დიდი ევროპული ფესვები, აქვს ძალიან დიდი კულტურა და ძალიან დიდი ისტორია. ყოველწლიურად ეს ფესტივალი გამოსცემს კატალოგებს, ეს კატალოგები არის ორენოვანი, ინგლისური და პოლონურენოვანი და მოკლედ ფესტივალის დასრულების მერე კიდევ ახალი ფესტივალების მთელი წაღამოდის მონაწილეების თუ შეიძლება ვთქვათ პოპულარიზაცია, რეკლამირება და ყველა ქვეყნისთვის იმისი თქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმით ინტეგრაცია, ჩვენ შეგვიძლია ხელოვნებით ინტეგრაცია, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი სახის ინტეგრაცია მივიღოთ შშმ-პირების საზოგადოებაში და ჩვენი თავით შევიყვანოთ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ შშმ-პირებთან ერთად მათ საქმიანობაში და იმ საქმიანობაში, რასაც რეალურად ქვეყნები ეწევიან და მათ შორის სხვა სფეროები. ნუგზა, რამდენი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და ჩვენს კონკურსანტებსაც რო გვიამბოთ და თავადაც ისაუბრებენ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურსანტებს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ძლიერ მეტოქებთან მოუწიათ მოხვედრა, ეს არის ცხადია პოლონეთი მასპინძელი ქვეყანა, რომელსაც ძალიან მაღალ კლასში აქვს საყვანილი ეს მიმართულება, გერმანია, რუმინეთი, უკრაინა და საქართველო. ეს ქვეყნები ვართ წლევანდელი მონაწილეები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირველი ტური გადალახეს და პირველი ტურის გადალახვა ნიშნავს უკვე ფაქტიურად წარმატებას და მინდა მიულოცო აქვე ამ ადამიანებს და უზრო შემდგომი წარმატება. და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ხელმძღვანელობას, ეს ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ჩვენთვის როგორც ბუბაკი კაბიძე პოლონელებისთვის არის, მარეკ პიკარჩიკი ესეთი მომღერალია, უზარმაზარი ხელოვანი არის და ის ხელმძღვანელობს ხოლმე ჟიურის ასე ვთქვათ ამ ნაწილსაც და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პირველი ტურის გადალახვის მერე ჩვენ გვაქვს საშუალება გადავიდეთ მეორე ტურში უკვე სიმღერა მოვუწევთ მათ ცოცხალ ბენდთან, ეს არის უზარმაზარი ბენდი. ძალიან დიდი გამოცდილებით, დაახლოებით ალბათ იგივე 18 წლიანი გამოცდილებით, რომელიც როგორც ფესტივალს გააჩნია და ფიქრობ, რომ ერთი კიდე დიდი გამოწვევა ქართული ხელოვნების, ქართული კულტურის კონკრეტულად ამ შემთხვევაში თუნდაც შშმ-პირების მიმართულება იყო, თუნდაც არა.
კი ბატონო და ნათია თქვენ მონაწილეობთ განდებით გილოცავთ პირველი ტურის გადალახვას და აღნიშნოთ სინათლო ადამიანი ხართ არაჩვეულებრივად მღერით და პირველად იღებთ თუ არა მონაწილეობას მაინტერესებს მსგავს ფესტივალში თქვენი ემოცია როგორ ემზადებით და როგორი მოლოდინი გაქვთ პოლონეთში პირველად კი ბატონო პირველად ზოგადად არა მე გზარის ივერია ბრილიანტის ფესტივალებზე გავყავდი და მაგ მონაწილეობა მიღებული და ბავშვობიდან მღერე ვარ და მე ბავშვობაშიც მაგ მონაწილეობა ანუ გამოცდილება გაქვთ კი მე უშუალოდ მღერი ბავშვობიდან ძალიან კარგი იქიდან გამომდინარე თამთა გოგოაძე ქედათოფურია ხაზბეგი რო აქციებს აკეთებდა იმ დროიდან სულ ყველას ერთად მეცხოვრობდი და პოლონეთის ფესტივალზე პირველად მივგზავრები კი ბატონო და მოსამზადებელი ეტაპი როგორია რა მოლოდინი გაქვთ და რამდენად რთული გამოწვევა იმიტომ რომ ნუგზარმა როგორც აღნიშნა ძალიან ძლიერი კონკურენტები გეყოლებათ დიახ ქალბატონი მანჩო მეფარეშვილი და მე ვცდილობთ ყველა შემთხვევაში რომ აი მოვიმზადოთ გულიანად იქ თავისი ცეკვის დადგმით, თავისი თელი ინტერპრეტაციებით და აი გულით ვაკეთებთ და იმედია ბატონო გზარის თქმის არ იყოს იმედია ჩვენ ანუ პირველი ტური გადავლახეთ მინდა შედეგებს მივიღებთ შესაბამის და ქალბატონო მანჩო თქვენთან პედაგოგი ბრძანდებით და რეპერტუარს რაც შეეხება ამაზეც რო ისაუბროთ კი რეპერტუარი ჩვენ თვითონ ავარჩიეთ უფრო მეტად ნათია მომაწოდა ეს იდეა უფრო ქალაქურ სტილში გვინდა და გადასვლა მე როგორც პედაგოგი როგორც მუსიკოსი უფრო რაღაცა მრავალფეროვნება ჰარმონიისკენ მივიტოდი მაგრამ როგორც ეს მოითხოვს ფესტივალი ამ ჟანრს მხიარულს ცოტა ისეთ საჩვენებელს ნათიამ ფაქტობრივად შემოთავაზა ეს სიმღერა ანუ ფესტივალს გააჩნია თავისი ფორმატი და თავისი რაღაც ჩარჩოები. ჰარმონია მრავალხმიანობა, რა თქმა უნდა, კარგია ჩვენი ქვეყნის წარდგენის შემთხვევაში მოვასმენინოთ ჩვენი კულტურა ყველაფერი, მაგრამ უფრო მეტად მომგებიანი იქნებოდა ეს სიმღერა. პოპულარულ ჟანრზეა საუბარი, ხო? კი, ანი ჯოხაძის და ბარბი კირკიტაძის ვერსიას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, იმღერა ფორტემა სიმღერა, ნუ გაშალა ხმებში, მაგრამ ხმებში გაშლას ვერც მოვახერხებდით რეალურად დუეტი ვართ და რავი, ცოტა ცეკვის ელემენტებიც ჩავთეთ, კი, აი როგორც ნათია მეუბნება, არა, მე თვითონ, ნუ რა თქმა უნდა, შეზღუდულად ამ გვაქვს ეს ცეკვა, ხა იმდენად ვერ დავდაგებია, რომ ცოცხლად მღერით და შესაბამისად არ შეგვიძლია ეს ძლიერი მოძრაობები გავაკეთოთ. მაგრამ ვცდილობთ, რომ რაც მთავარია, დუეტმა ერთმანეთთან კავშირი გააკეთოს, სიმღერის რასაც მნიშვნელოვანია. და კი ბატონო კონტაქტი ტექსტიდან გამომდინარე გავყვეთ ტექსტში ნარსობრივათაც უხასიათში ჩავჭდეთ და რავი ხელით ვეხებოდე ნათიაც რაც მთავარია ძირითადად და რა ვიცი გვაქვს რაღაც პატარ-პატარა ნიუანსები ცეკვას ვერ დავარქვი მაგრამ ძალიან საინტერესო გამოვა დარწმუნებული ვარ ყველაფერი ძალიან ვიზუალურადაც მომგებიანად იქნება შეეხება ძლიერი კონკურსანტები სიმართლე გითხრათ ძალიან ისე ვარ განწყობილი რა მინდა ერთია და სურვილი მაგრამ რაღაც მოლოდინი მაქვს. თავდამაჩა ბატონო ნუგზერმა აღნიშნა რომ შესარჩევი კონკურსიც არ იყო მარტივი და ამაზეც რომ ხო თქვა. კი, შესარჩევი მე მგონი ბატონო. შესარჩევი კონკურსი იგზავნება რეალურად ვიდეო ჩანაწერი. შეიძლება ითქვას ერთი მხრივ სამოყვარულო დონეზე, მეორე მხრივ აშტუში სამოყვარულო დონეზე, მაგრამ რა თქმა უნდა, გამოცდილი პროფესიონალი და ესე ვთქვათ უმაღლესი კლასის მომღერლისთვის სრულად საკმარისი არის იმის რომ შეხედოს რა და როგორ მიხვდეს თუ შესაძლებელია მათი ხო ესე ვთქვათ დაინახოს კოჭები მღერიან თუ არა საკონკურსო და საფესტივალო მithumetes ესეთი მაღალ კლასში და ამიტომაც არ ვიცი მადლობა მთელ მათ შემოქმედებით გუნდს რომ ეს ტური ნება დაგხვდეს გადავლახეთ და მეორე ტურში ეს მეორე ტური უკვე არის ფაქტიურად სცენაზე სიმღერა საკონკურსო და მეორე დღე არის გალადაჯილდოება და იმედი მაქვს რომ გალადაჯილდოებაზე ქართული სიმღერა გაიჟღერებს და ქართველების გვარი და სახელი გაიჟღერებს იმიტომ რომ ეს იქნება ჩემთვის ძალიან ემოციური ამ შემთხვევაში ჩემგან გამოდიოდა თუმცა ნებისმიერი ადამიანის ჩვენი მოქალაქისთვის და ალბათ იქაურებისაც იმიტომ რომ ვიცი რომ საქართველოს ძალიან გულშემატკივრობენ უკვე წლებია მე-4 მე-5 წელი 2019 წლიდან მეგობრობ ჩვენ ამ ფესტივალთან და ყოველ წელს გვიწევს წასვლა ფესტივალზე ეს არის ზუსტად ის რომ ჩვენ ვიზრდებით ყოველწლიურად ვიხვეწებით უზარმაზარ გამოცდილებას ვიღებთ
მათ შორის იქაური მასტერკლასების საშუალებით, რომელსაც შეშემოპირებებს აკეთებენ ვოკალის დასხვეწის მიზნით და მიმართულებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ წასვლა თუ შეიძლება ითქვას, რომ აი დაახლოებით 3-4 კალათი უნდა წამოიღოთ იქიდან ხილი და ესეთი სანოვაგიცავს იქიდან გამომდინარე გამოცდილება, პლუს ახალი ორკესტრი, პლუს ვოკალში მეცადინეობა, ეს ყველაფერი არის წარმოიდგინეთ, სოფლიო დივა რო გამეცადინებს და დაახლოებით ესეთი კატეგორიის ადამიანები. ნათიას ვკითხოთ, სოფლიო დივა რო გამეცადინებსო და ანუ თქვენი ემოცია როგორია და განწყობა? აი განწყობა დადებითია, რა თქმა უნდა. მოლოდინი ძალიან დიდი მაქვს. მშვენიერი. და კიდევ ძალიან არ მინდა ჩემი თავი დავაიმედო, აი მივდივარ, იცით როგორ უფლისნებით რომ ანუ მე შედეგებს რომ მივიღებ, უფრო კმაყოფილი ვიყო. და მე ვფიქრობდა, მე მგონი არა მარტო მე, როდესაც უკვე აი ასეთი რანგის ფესტივალში იღებ მონაწილეობას, ეს უკვე არის გამარჯვება. ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება და ჩემი აზრით თქვენ მიდიხართ იმიტომ რომ იმღეროთ. თან როგორ ეტყობა გაუზა, ნათიაზე ის განწყობა ორი ეს გეტყობა განწყობა. შედეგი დადგა. არა, კი, რა თქმა უნდა, ჩემთვის სიმღერა არის, რავი, სიმღერა არის ჩემი ცხოვრება, ხო იცი, რა ჩემი ცხოვრება აიგრევა რა. კი ბატონო. და ანუ ერთი სიმღერით წარდგები. აი ხო და ქალბატონო მანჩო, მაინტერესებს თვითონ მოსამზადებელი ეტაპი. კიდე აი თქვენ სამზარეულოში რომ შემოგვახედოთ, იმიტომ რომ არ არის ადვილი მსგავსი ფესტივალი. საინტერესო ნამდვილად. ძალიან ბევრი ტექნიკური მხარეებია მოსაგვარებელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხო ბატონო. როდესაც მოგზაური გეყოლება გვერდში ყველაფერს მოვაგორებს. ყველაფერი გავამართლე. ხო, აი გამარჯვება. ყველაფერი გავამართლე, იცით როგორ გაუქარწყლე, აბსოლუტურად ყველაფერი ფერები შეუცვალე რაღაც. ნუ ხანათიაც ისეთი ორივე ძალიან ადვილად გამომყრენ და ერთმანეთს გამო. ანუ გუნდი შეიკრა. ადამიანებთან ურთიერთობა, ანუ მე და მანჩო შორის ეს არის დიდი პლუსი, როცა ერთმანეთს უგებთ. ანუ ეს არის კომფორტში ვიყავი ნამდვილად. პირველი რა ადამიანებში. ხოდა მანჩო და დუეტი როდი შედგა თქვენი? ალბათ 1-3 თვის წინ. ძალიან ახალია, ნათიას საერთოდ არ ვიცნობდი, ბატონო გზარმა შემეხმიანა. ნუ ესეთ სიტუაცია მითხრა თავიდანვე, ნუ რაღაცა კი არ შევშინდი, ნუ ახლა დასაფიქრებელია, რა თქმა უნდა, მუშაობთ სხვა სფეროში დასაქმებული ვარ და რა ვიცი, მაგრამ ნათია რომ გავიცანი, ძალიან ისეთი ენერგია შემოგვიტანა, მე თვითონაც ძალიან ისეთი ენერგიული მხიარული ალბათონი ვარ. და რა ვიცი, ძალიან კარგად გავუგეთ თავიდანვე ერთმანეთს, ნუ მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პედაგოგი ხარ, რომ დაგხვდეს ისეთი, ნუ მოსწავლე ესე ვთქვათ, ბჭყალებში დიდი გოგო ჩვენი ნათია, მაგრამ შემიქნა ამან კომფორტი, რომ არ მქონდა ამაზე პრობლემა, ნუ ეხლა რა თქმა უნდა, დიდ მომღერლებს უნდა მუშაობა და ამ ხმის დამუშავებაზე ფიქრი რამხელა დიაპაზონში მიდის, რა შეუძლია ზედა რეგისტრია, ქვედა რეგისტრია. სიმართლე გითხრათ, ნათიას აქვს ამის შესაძლებლობა, რომ ზედა ნოტები აიღოს და ისე დავალაგე დუეტის თანმიმდევრობა, ვის რა შეუძლია, რა რომელ დიაპაზონშია, რომ რაღაც იქ არ გამოვიდეს ესეთი უხერხულობა, არ ვინმე ვერ აწიოს, ან ვინმე ვერ დაწიოს. ძალიან მარტივად მოვაგვარეთ ეს პრობლემა, შევთანხმდით, გადავანაწილეთ სტროფები, რა თქმა უნდა მეტი პრიორიტეტული ნათიას სტროფები იქნება ამ შემთხვევაში. მე როგორც მენტორი, როგორც დამხმარე, როგორც მისი მეორე ხმა, ყველანაირად ვცდილობ, რომ გვერდში დაუდგე. თქვენ კმაყოფილი ხართ, ხო თქვენ მუშაობთ და თქვენი მუშაობა. ნუ ეხლა ბატონ პეტრესი კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, აღარ აღნიშნავ ამდენად, რომ ჩამს თუ ამ საქმიანობაში, მენტორაც მთავარია. და რა ვიცი, მე მგონი ყველაფერი წინ გვაქვს. დიახ და ნუ გზარ 5 ქვეყანა იღებს მონაწილეობას და რამდენი მონაწილეა? თუ იცით? გეტყვით, ეს არის 18 წყვილია რეალურად, 18 წყვილია რეალურად, მაგრამ არის კიდე მეორე კატეგორიის მონაწილეები, რომელიც უბრალოდ სრულიად მხოლოდ საფესტივალო მონაწილეობა. ისინი საკონკურსოდ არ გადიან, შესაბამისად, მოდით ისე აი ქალბატონი მანჩოს და ნათიას გასახარად ვიტყვი, რომ დაახლოებით ალბათ 150-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამხელა გამორიცხვა მოხდა და აქედან აი ამ 18 წყვილში, ანუ 36 ბუხეშად 40 ადამიანში მოხვედრა. ევროპაში არ არის ადვილი და პატარა საქმე არაა და ამიტომაც პირველი ეტაპი კიდევ ერთხელ მისალოცად აქვს საქმე, თუმცა დაველოდოთ მეორე ეტაპს, ემოციების გარეშე ვიმღეროთ ისე ჯეროვნად, რომ ჟიურის მოვაწონოთ თავი, დავამახსოვროთ თავი, შევაყვაროთ კიდევ ერთხელ საქართველო სიმღერით და ჩვენი წარმატებით და შესაბამისად მე მაქვს იმის იმედი, რომ
რაღაც შედეგზე მაინც გავალთ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ხასკავსო ძალიან მაღალი კლასი აქვს, რადგანაც მათ გააჩნიათ სპეციალური სკოლები, სადაც ზუსტად აი ამ მიმართულებით ძალიან სიღრმისეულად მუშაობენ და არა ზედაპირად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ შიშემო პირის თუ აქვს რაიმე ნიჭი, ნებავთ ეს იყოს სიმღერა, ცეკვა, ხატვა თუ ასე შემდეგ, განავითარონ ბოლომდე და უსასრულოდ. რასაც ჩვენ ამ ეტაპზე მოკლებული ვართ ამ უზარმაზარ სიამოვნებას, თუმცა გეგმავთ იმას, რომ ეს შემდგომ ეტაპებზე გქონდეს, იმიტომ რადგან გვაქვს სურვილი და მონაწილეობთ ევროპულ ესეთ კონკურსებში, არა, მაშინ უკვე შესაბამისობაშიც უნდა მოვიდეთ და უკვე მსგავსი სკოლა ჩვენც უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ და უნდა გქონდეს ზუსტად ის კლასი და ის მიმართულება, ის სიმაღლე, რაც მათ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე გვაქვს პრეტენზიაც, ამბიციაც, ოღონდ კეთილი გაგებით იმისთვის, რომ დრო უკვე იმდენი ვისწავლეთ ევროპული ფესტივალებისგან, რომ უნდა შევქმნათ ახალი პროდუქცია, რომლითაც თავს მოვიწონებთ და მოდით ესე ვთქვათ, თუ ვამბობთ შინ ევროპისკენ, თუ ვამბობთ რომ ევროპული ნაწილი ვარ, დიახ, ჩვენ ვართ ევროპული ნაწილი და ზუსტად აი ამ ევროპულ ნაწილზეც ვილაპარაკოთ სცენიდან. კი ბატონო, და აი ნათია თქვენ თქვით, რომ მიგიღიათ მონაწილეობა ფესტივალებში და ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, გარდა იმისა, რომ შიდა კომუნიკაცია, ანუ ძალიან ბევრი მონაწილეა. და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ხდება იქ, თუნდაც კონკურენტები არიან, მაგრამ როგორ ხდება დამეგობრება და უშუალოდ ერთმანეთის გულშემატკივრობა, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანური ფაქტორები, რომ გავითვალისწინოთ, ხო? ქონია აქ ჩვენ ფესტივალებზე მონაწილეობის მიღების საშუალება, აგერ ბატონო ნუგზარის მოუწია ბევრჯერ და ქონია ესეთი სხვადასხვა ძალიან გაგვიადვილდა ერთმანეთთან კომუნიკაცია, როგორც აი ერთი ოჯახი. აი ესე და ახლა იმას ვფიქრობდი ზუსტად, რომ კაია რომ მიღებული მაქვს მონაწილეობა ფესტივალებზე და კაია რომ მე ამის გამოცდილება მაქვს, რადგანაც ახლა მე იმდენად არ ვნერვიულობ, რომ მივდივარ და არ არის ეს ჩემთვის ახალი. ანუ ძალიან ბევრს ნიშნავს და თუ ჩვენთან ქვეყანაში დაარსდება ესეთი რაღაცა, მე გერმანიაში 2 წელი ვარ ნაცხოვრები და ვიცი იქაური სიტუაცია და ვიცი იქაური მიდგომა შიშომოპირებთან და საერთოდ ხელოვნებასთან და საერთოდ როგორ ფასდება ეს ყველაფერი და ეს მართლა გვაკლია ჩვენ და თუ დაარსდება ესეთი რაღაცა ჩვენს ქვეყანაში, ხო? უფრო ასე იქნება. დარწმუნებული ვარ, ბატონი ნუგზარი აქაც ჩაატარებს ამ ძალიან მალე გარბის და ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და აუცილებლად უნდა შეგვისრულოთ სიმღერა. და ანუ ამ სიმღერით თქვენ წარსდგებით კონკურსს. კი ბატონო, სიმღერის სახელწოდება რო გითხრათ და სიყვარული დაფრინავს. ერთი წუთი ჯერ ყურმილები აიკეთეთ და კი ბატონო, სიყვარული დაფრინავს. დიახ. დაუფრინავთ. ყურადღებით. თავიდან თუ შეიძლება. ედუში? არ მალე შედის. ამოდის ნათდება ჩემი ოცნება ცხადდება გიხმობდა მეძახი რა ხდება სიყვარული დაფრინავს სიყვარული არ დადის რატომ მიხმობდა გინდა შენთან ავარ მარადის ზეღრუბლებში დაცურავს ქრება ფიქრის გადარი თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არის გულში ცეცხლი რად არის დავიდა გამშორდა დნებმა ზამთარი დატოვა არ მინდა არ გინდა არ გელი არ მოვა სიყვარული დაფრინავს სიყვარული არ დადის რატომ მიხმობ რა გინდა შენთან ავარ მარადის ზეღრუბლებში დაცურავს ქრება ფიქრის გადარი თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არის გულში ცეცხლი რად არის
შენ უნდა მიყვარდე შენ უნდა შეძლო ჩამჭიდე ხელი ფრენა რომ შეძლო შენ უნდა ღირდე შენ უნდა გჭირდე ფრენა შენთან რომ არ გამიჭირდეს სიყვარული დაცურას დაფრინავს დადის ასე თუ გააგრძელებ მერე უკვე გარბის სიყვარული დაფრინავს სიყვარული დაფრინავს სიყვარული არ დადის რატომ მიხმობ რა გინდა შენთან ავარ მარადის ზებრუბლებში დაცურას ქრება ფიქრის ღადარი თუ სიმღერა დასრულდა გულში ცეცხლი რად არის გულში ცეცხლი რად არის სიყვარული დაფრინავს სიყვარული არ დადის სიყვარული დაფრინავს სიყვარული არ დადის ბრავო ბრავო ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებები გენერალური რეპეტიცია გავიარეთ წარმატებები და გისურვებთ გამარჯვებას მადლობა მადლობა კიდევ ერთხელ და უბრალოდ ბოლოს ერთ წამში აღნიშნავ მადლობა პოლონეთის მხარეს ჩემ ძალიან კარგ პარტნიორს და მეგობარს იურექტორექს იმისთვის რომ არაერთხელ მოგცა საშუალება რომ ჩვენი კლასი ავამაღლოთ და ჩვენ ვიყოთ იმ ევროპული ფესტივალების მონაწილე, როგორებიც არის ხმით დახატული ინტეგრაცია და ასე შემდეგ. მადლობა რადიო იმეს და წარმატება ყველას. მადლობა თქვენი სტუმრები იყვნენ ფესტივალის ხმით დახატული ინტეგრაცია მონაწილეობა ბრილიანტი ივერიას დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, მომღერალი ნათია ბაქრაძე, მომღერალი მისი პედაგოგი მანჩო მეფარიშვილი. წარმატებები და დროებით გელოდებით შემდეგ დავწამით ერთი წუთით გამარჯვებული. არა აქვს მნიშვნელობა მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა და სიახლეებით გელოდებით. წარმატებები თქვენ ჩვენ მალე დაგიბრუნდებით. წარმატებები.